გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მთვარე კირჩხიბში. მთვარე კირჩხიბში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან მზრუნველები, ყურადღებიანები არიან ძალიან, ზოგადად კირჩხიბი მართავს, ან მთვარე მართავს კირჩხიბს. შესაბამისად ამისა, მათი პლანეტა ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, მაქსიმალურად კეთილშობილი, მაქსიმალურად ყურადღებიანი, მაქსიმალურად აი რა ვიცი, ერთი წვრილმანი არ გამოეპარება, რაღაცა იცის რა მოგწონთ, იცის რა ხიბლავთ, ასე ვთქვათ და ცდილობს ეს მოიყვანოს ქმედებაში. ასევე ძალიან კრეატიულები არიან ხოლმე და ხელოვნების მიმართ ძალიან დიდი ნიჭი აქვთ ხოლმე ესეთ ადამიანებს. მთვარე კირჩხიბში ასევე არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ფასეულობები არის ოჯახი, ფასეულობები არის სამშობლო და ესეთი სულისკვეთება ამ მიმართულებით. ასევე მთვარე კირჩხიბში არიან ადამიანები, ანუ თუ მშვილებთან ურთიერთობაზე ვიტყვით, არიან ადამიანები და უფრო მეტად ქალებზე, იმიტომ რომ თავში ვახსენე რატომაც, არიან ძალიან მზრუნველი მშობლები ხოლმე. შესაბამისად ამისა, მათთან ბავშვები ემოციურად სავსეები არიან ხოლმე რა, ანუ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, სადაც ჩაცმულებიც არიან, დახურულებიც არიან, ემოციური ისიც აქვთ გათვალისწინებული და ასევე ემოციურად კარგად გრძნობენ თავს, ასე ვთქვათ. მოკლედ, როგორც იცით, წუთობრივ ვიდეოებს ვწერთ, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი საუბარი შეიძლება, როგორც ყველა ნიშანზე, ანუ თუმცა დროში უნდა ჩავეტიოთ, შესაბამისად თქვენ ცნობათვით აი აქ შევჩერდები.